ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება. გორში მოსახლეობა 14 საათზე შეიკრიბება მაცხოვრის აღდგომის საკათედრო ტაძართან. საბედრებელი პარაკლისის შემდეგ კი მრევლი ლოცვითი მსვლელობით ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარსკენ გაიმართება. პარაკლისის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყობა. გილოცავთ ყველას 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. ეს ორი მცნება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აი 17 მაისი ზუსტად ამისთვის არის გამოსაყენებელი. სასიხარულოა რომ ყველა დიდ ქალაქში ხდება ეხლა თბილისის გარდა უკვე ესეთი მსგავსი ღონისძიებები, ასევე გორში აღესრულება ეს ღონისძიება. დღეს ეხლა ვიმყოფებით ჩვენ აღდგომის შენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც იქნება შეკრება სამრევლოსი ხალხისა, სადაც გადავიხდით პარაკლისს, შემდეგ ლიტანიობით გადავაბრძანებთ წმინდა ხატებით, ისე იგი მსვლელობა იქნება გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან. უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში პატრიარქის ლოცვა კურთხევით იმართება ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ქართველს. დღეს შიდა ქართლში, კერძოდ გორში იმართება საზეიმო მსვლელობა, სადაც შემოუერთდება შიდა ქართლის 4-ვე მუნიციპალიტეტი.